ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. აი დადგა ინფორმატორის მეოთხე ყველაზე ვრცელი გამოშვების დრო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა გავიგოთ 25 დეკემბრის ყველა მნიშვნელოვანი სიახლე. თქვენთან ერთად არის ლუკა კომპანია, ყაზბეგი და რა თქმა უნდა ლაილაი. მაესტრო როგორც ყოველთვის საინტერესო და მხიარულ საახალწლო პროგრამას გთავაზობ. თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, განვმარტავთ. საახალწლო შოუში ნახოთ და მოისმენთ პოპულარული სიმღერების ყველაზე ორიგინალურ რემიქსებს, პოპულარული მომღერლების შესრულებით. ასე რომ გაერთეთ მაესტროსთან ერთად. ძალიან კარგია, მაგით. გრძელდება მაესტროსა და ბასტიბულის ერთობლივ საახალწლო პროექტზე მუშაობა. როგორც ინფორმატორის წინა გამოშვებებიდან ისიც, სწორედ ამ პროექტში იღებენ მონაწილეობას ხატია ელისბარაშვილი და ნინა მახარობლიძე, რომლებმაც მაესტროს ხმის ჭამწარ სტუდიაში უკვე ჩაწერეს სიმღერები. ინფორმატორის გადამღები ჯგუფი ამჯერად კლიპის გადაღების პროცესს დაესწრო. შეგახსენებთ, რომ ხატია შეასრულებს ანასტასიას პარტიას მულტფილმიდან ანასტასია, ხოლო ნინა არიელის პარტიას მულტფილმიდან ქალთევზა. ეს არის ერთ-ერთი კლიპი რიგით მე მგონი მეშვიდე ბასტი ბუბუსთან ერთად, რომელსაც იღებს სტუდია მაესტრო, ხატია ელისბარაშვილი, ალბათ გესმით ფონი. ნახოთ რა გამოვა, ჯერ არ ვიცი. არ არის რთული, პირიქით ასე ამოვნოა და ეს სიმღერა თვითონ ძალიან მიყვარდა და გადავწყვიტე, რომ ეს გავუკეთებინა. ამ კლიპში რაც მაცვია კაბები გამოვიყენთ მარინა ხორავას კოლექციიდან. Средний თუ ვესწრებით როგორც ამ. არა, პირიქით მოატრიალე. თბილისში 31 დეკემბერს, როგორც იცით, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები იგეგმება. ამასთან დაკავშირებით მერიაში ამ ღონისძიებების ორგანიზატორები შეიკრიბნენ და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შემდეგ კი ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც წინამოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ თბილისელებისათვის 2004 წლის 1 იანვარი განსაკუთრებული იქნება, განსაკუთრებით რუსთაველის პროსპექტი. საკმაოდ დიდ სამუშაოებს შეასრულებს ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველო, გარეგანათების სამსახური და რაღაც ისეთი ცოტა დასავლური ელფერი ექნება რუსთაველის პროსპექტს. ცეკვა ზღაპარში, ასე ქვია ქორეოგრაფიულ სპექტაკლს, რომლის პრემიერაც ამას წლის 25 ოქტომბერს შედგა და რომელშიც 80 ბავშვი მონაწილეობს. ისინი 16 ქორეოგრაფიულ ნომერს ასრულებენ. ამჯერად ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს საქველმოქმედო კონცერტები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასახმარებლად. სხვათა შორის ეს ბავშვები ყველა კონცერტს უფასოდ ესწრებიან.
მოვლენა არის ნახდათ, იმიტომ ეხლა თქვენ ნახავთ, შეხედათ თუ როგორ ცეკვავს ბავშვები, თუ როგორ არის გაკეთებული მუსიკა, დარღვეული არის აბსოლუტურად არაფერი, ნუ როგორ გითხრათ, აი ის ძირი რაც არის ძველიდან, აი ამოკრებული გვაქვს ძველი ინსტრუმენტები, რომლებიც არ ხმარობდნენ, რამდენი ხანი არ იხმარებოდა რა და ფაქტურად მე მგონია რომ შედეგს მივაღწიეთ. დაინტერესება არის ძალიან ბევრი საზღვარგარეთიდან, დიდი პროდიუსერები იყვნენ ჩამოსული, საკმაოდ ისეთ ცნობილები. ნუ რა გითხრათ, რა ვიცი, ძალიან დიდი რაღაც შეიძლება გაკეთდეს ამით რა. ჩვენ ვიცით რომ ძალიან კარგად გამოვალთ ამ სპექტაკლში, ჩვენ გამოვდივართ მესამედ და ძალიან კარგია. ჩვენ ბედნიერებას გვგზავნა და გვიხარია რომ ჩვენ ყველაფერ კარგს ვაჩვენებთ მაყურებელს, ჩვენ ქართულ კულტურას. მეც ესეც ძალიან მიხარია ეს სპექტაკლი რომ გამოვიდა და ხალხს რო უხარია და ეხლა ამდენი ხალხი მოვიდა და ჩვენ გვინდა რომ ყმაყოფილი წავიდნენ აქედან ნამდვილად. სასწაულო ჩვენთვის ხალხის ბედნიერება მთავარი და ჩვენ ვცეკვავთ ისე რომ ვასიამოვნოთ ქართველი ხალხი. ჩვენთვის ქართული ცეკვა არ არის მხოლოდ ჩვენი მოვალეობა. ქართული ცეკვა არის ჩვენი საქმე და ჩვენი სული და ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა რომ ქართული კულტურა ჩვენამდე მოვიდა და ჩვენ გადავცეთ ეს მაყურებელს რომ რათა არ დაივიწყოს არავინ ჩვენი ქართული ცეკვა, ჩვენი სული და გული. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.